რაც არ უნდა ცდილობა არსებობდეს, რომ ჩვენ რაღაც დაუნდობელი და პირსისხლიანები გამოვიდეთ და გამოგვიყვანონ, ასე ვთქვათ, ეს ასე არ არის, უბრალოდ ძალიან მარტივია. აქ არის ძალიან მკაფიო პოლიტიკური გზავნილი, მარტივად გეტყვით, უცხოეთში ყოფნის და შეხვდა რამდენიმე რუსეთის მოქალაქე, რომლებმაც მითხეს, რომ რა კარგად დავისვენეთ წელს სოხუმში მაგალითად. კარგია მე ვთქვა რომ იყავით, როგორ მოგეწონათ. ხო, კარგი ჩვენი კურორტიაო, რუსული კურორტია ამბობენ. ამის საწინააღმდეგო გზავნილი იყო საქართველოს მიერ, პოლიტიკური გზავნილის გნებავ დაარქვით, რომ ეს სახელმწიფო აქ დიახაც საზღვრის უკანონო საზღვრის გადმოკვეთა არის გათანაბრებული ფაქტიურად ჩვეულებრივ საზღვრის უკანონო კვეთასთან, განსაკუთრებით ოკუპანტის სახელმწიფოს მხრიდან. რატომ არ აქვს აფხაზ დაუსუფლება ჩავიდეს ცხინვალში ან სოხუმში იმის გარეშე? თბილისის ცენტრალური მთავრობის გარეშე რატომ არ აქვს უფლება? და თუ ის ჩამოვა მერე თბილისში, ან ჩამოვა გორში, რატომ და დავიჭირო მე ის ამის გამო? რატომ და დავიჭირო ამიხსენით? რატომ და გავასამართლო დავაჯარიმო? აი რატო? საკუთარ სახში ჩადის, ჩემთან რო კონტაქტობს, ჩემთან რო მეგობრობა დაიწყო, მაგის გამო დავიჭირო? დავიღოთ სხვა ქვეყნები, მაგალითად თუნდაც ბრაზილია, რომლის რუკაზეც საქართველოს საზღვარი არის ის, რაც არის საქართველოს საზღვარი. და აფხაზეთი და ცხინვალიც საქართველოს ნაწილია. და იმ ქვეყნის მოქალაქე, იმ ქვეყანასთან არ აქვს თავისო ურთიერთობა, იმ ქვეყნის მოქალაქე შევიდა რუსეთში, იარა, იმოგზაურა და მერე ადგა და შევიდა აფხაზეთში. დაუყვა იმ სომეხის სტუდენტების არ იყოს, დაუყვა გადმოლახა ენგური და და მივიჩნიოთ ეგრევე სისხლის სამართლის დამნაშავედ. მეც მგონია რომ ეს არ იქნება სწორი და მაგ ლოგიკით აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგ ლოგიკით შეგვიძლია გავყვეთ და აზერბაიჯანიდანაც შეიძლება გადმოვიდეს ადამიანი. არა, ვერ დაგეთანხმებით, ბატონო, იმიტომ რომ უამრავი სოფელი არის, სადაც არანაირი საზღვარი არ არის, ბატონო, მე მგონი ამას ვუყურებ. ჩვეულებრივად წამოვიდა სასოფლეთში მოისეირნა, დაათვალიერა ყველაფერი, გადმოვიდა უცბად ემაში და ბატონო, ბაპატიეთ, მაგრამ თქვენ ან ვერ გაიგეთ რაც მე ვთქვი, ან არ გინდათ რომ გაიგოთ. იმიტომ რომ იმ ბრაზილიელმა იცის რომ აფხაზეთი იცის რომ აზერბაიჯანი და საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოა და აფხაზეთი მისთვის არის საქართველოს სახელმწიფოს ნაწილი. აი ეს არის განსხვავება. მან იცის რომ საზღვარი საქართველოსი გადის ფსოულზე. სწორად იცის. და გადის აზერბაიჯანთანაც გადის. ამაშია საქმე რომ სწორად იცის და თუ სახელმწიფო საზღვარი დაირღვა ყველა მიმართულებით თქვა არის არა ბატონო პატა. მან არ იცის როცა ფსოულზე გადმოდის რომ არ ღვევს საქართველოს კანონს. მან ეს არ იცის. და აზერბაიჯანის საზღვარი თუ გადმოკვეთ აზერბაიჯანს საქართველოს საზღვარი. ერთი წუთი რა ლოგიკას გავყვეთ რა. ფსოულზე გადმოვიდა და მან იცის რომ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, ხო? უკვე გადმოკვეთა უკანონო საქართველოს საზღვარი. არა, საქართველოსა ვიზა არ სჭირდება მას. საქართველოსთან ვიზა არ სჭირდება მას. რა მნიშვნელობა ვიზა ჭირდება არ ჭირდება? ვიზაც არ ჭირდება, ვიზა შეუძლია ისე იაროს რომ საზღვარი არ მაგასაკნა? არა ბატონო პატა, თქვენ სხვა რამის გაგებაა. საუბარი იყო და კამათი იყო რომ მე სამართლებრივად რაღაც ნორმების შინაარსთან გამომდინარე არ არის მართებული, მაგრამ სამწუხაროდ ამის უკან დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური სარჩული. რატო უთხოვთ რუსეთს რის ხარჯზე ვამსუბუქებთ ოკუპირებული ტერიტორიის კვეთის დროს რეჟიმს, რატო უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა? ამაზე მკაფიო მაგალითი ვერ მივიღეთ, გარდა რაღაც ჰუმანურობის და ლიბერალიზმის რაღაცა რიტორიკისა. და ბუნებრივია ჩვენ ამ კანონპროექტს ხარს არ დაუჭერთ, იმიტომ რომ საქართველოს არ აქვს ეს მდგომარეობა, როცა 20% ტერიტორიის არის ოკუპირებული, რომ შევამსუბუქოთ ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო კვეთისას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის რეჟიმი და გადავიდეთ ადმინისტრაციას. არ არის ამის მოცემულობა დღეს საქართველოში. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველი მოთხოვნა, რაც რუსეთის ფედერაციამ დაუწეს ახალ ხელისუფლებას, იყო ამ კანონისში ცვლილებების შეტანა. ძალიან სამწუხარო, რომ ეს ხელისუფლება ამ მოთხოვნას ასრულებს. ეს ძალიან ცუდი ნიშანი, ძალიან ცუდი სიგნალი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქედან გამომდინარე ეს კანონმდებლობა არის. ეს კანონმდებლობა, რომელიც არღვევს სახელმწიფო ინტერესებს, ქვეყნის მოქალაქეობის ინტერესებს და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს. ვისაც არ ველაპარაკეთ პარტნიორებს, ყველა მხოლოდ დადებითად მიიღო ეს პროექტი. რაც შეეხება პოლიტიკურ, ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ მაქსიმალური რეინტეგრაცია, საუბრობთ იმაზე, რომ მიმოსვლის აღდგენა კულტურულ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ კავშირებზე ამავე დროს საუბარი, მე კარგის გარდა ვერაფერს ვერ ხედავ და ყველაფერს თავი დავანებოთ. ყველაფერი არის დამოკიდებული შედეგზე. მე არ ვამბობ, რომ შედეგი დადგება ერთ თუნდაც 2 წელიწადში შეიძლება ღმერთს მაქნას, მაგრამ ჩვენ გრძელვადიანი, გონივრული, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული პროცესის მომხრე ვართ, იმიტომ რომ რა გვანახა ემოციებზე დაფუძნებულმა და რიტორიკაზე დაფუძნებულმა პროცესმა, ეს მე მგონი ყველასთვის ნათელია. ეს არის ამომავალი წერტილი ამ კანონპროექტში ცვლილების შეტანის და აქედან გამომდინარე ჩვენ ხარს უჭერთ.
ჩვენ ვთავაზობთ უფრო სამართლებრივად გამართულ ასევე ჰუმანურ, სწორედ ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე ინსტრუმენტს, რომელიც ამგვარ ადამიანებს, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, პირველ ჯერზე აკისრებს ადმინისტრაციულ სახდელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედება ისე დასჯადია, მაგრამ სასჯელი ამ შემთხვევაში სახდელი არის უფრო ადეკვატური. ვაცნობთ ასევე, რომ საქართველოში გვაქვს ასეთი კანონი, რომ აკრძალულია ამ მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებში შემოსვლა და განმეორების შემთხვევაში მას დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.